ყველაფერი იქიდან დაიწყო. გადავწყვეტეთ მეიჟორზე წასვლა. და იმ ემოციების განცდა, რომლებსაც წლების განმავლობაში მხოლოდ ეკრანიდან ვიღებდი. თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში გავემგზავრე. შემდეგ კი ბუდაპეშტში გადავხვიდე. გზაზე ჩურჩხელებით წავიდე. მოთამაშეებისათვის დასარიგებლად. ქუთაისის აეროპორტში ვართ, უკვე მეიჟორზე მივფრინავთ, მალე აგერ არის ერიკა ჩვენი ძმა გაგი დიმიტრიადი. და მოკლედ მეიჟორზე მიგვაქვს მილენიუმის მაისურები, ხელს მოვაწერინებთ პროებს ჟაკეტებზე, ჰუდებზე და გავათამაშებთ. გაგიც მიყვავს აგერ ხელს მოვაწერინებთ ამაზე. დაშვება? გეძინება? დიახ. მოკლედ შევხვდებით თვითფრინავში რა. ხუთი ავტო. ნო, აპრომა თამაშობ ზოდა რა ჭამიძმა ეხა. ძალიან დაღლილები ვარ, კაროჩე ვიზაირი. ამას რო ჩავფრინდები და რო ჩამოფრინდები შვიდობით მე დავდებ. ჩამოფრინდი. 10 საათი ვიყავით კონტროლზე, მაგრამ რა გავაკეთებთ ხა? ეხა ტაქსი ველოდები და წავალთ უკვე სასტუმროში და შევხვდებით იქიდან. არ დაიჯერებს, არავინ მოყევი რომ კარიგანა რო გამოვარდა ჩანელში ჩემი დედა მოყ. ესე რომ აეროპორტში პასპორტ კონტროლზე კარიგანა გამოვარდა, აქ ჟაკეტი წყვეტი, ხო? ფაშაში ძალიან იაფი ქვეყანა. გაგი, თქვი ეგ რო იაფი ქვეყანა, დაფინანსება, თქვი რო იაფი ქვეყანა. ეხა გამოვიდი აეროპორტში. მოკლედ, პაფში შევალთ ახლა. აგერ წინ არის დღეს რაღაც თამაში ქონდა თან უნგრელებს, რაღაც ევროპայի ლიგა უთხნააცა. მოკლედ ხალხო, აგერ უნგრული საჭმელები მოგვიდა, შეუკვეთეთ და ვკითხეთ რომ რა არის ამათი ტრადიციული საჭმელები და აგერ ძმას ნახე ლუდის სანდუიჩირავს უკვე გასული არის. Can we ask one more question? How on traditional Hungary how they eat like this in hands? Американец, бля. რავი გაგი შენ თუ აქ სოკოების кайფისთვის გინდა და ჩამოსვლა გითქვა თავიდან რომ და კაროჩე ფეიქ ხარ ჩო ფეიქ ხაჭაპური რა ვიცო ჩვენთან ჩამოდით აგერ გააჭმე ხარჩოს გებუა დედას გეპიცებ აგერ ხახო ეხა გაგაშეველავს იმიტომ რომ მე ცოტა კუჭზე ცოტა გარღვევები მაქვს და ეხა გაგი სინჯავს ამათ ტრადიციულ საჭმელს სოკო მაკარონი და სმეტანა და აი სახეზე თუ შეატყობთ რომ ეხა ლუს დაამატებს სავარაუდოდ მაგალითად აფრიერი ჯამი ეს всё მოკლედ უცეთ პატარა მიმოხილვა გაგისგან. და აჯიკა მოგვიტანეს ხალხო ეს მაგარი სპაისი არის. ნუ ჩემთვის სპაისია და გაგამ რა ვიცმა შემოიდო იქ ნახევარი და ეს რა. ამას ძალიან მაგრად მოეწონა, აი ბედნიერია. იმრიელია ბიჭო. მოვედით ხალხო მეიჟორის თამაშებზე ვართ უკვე ვიმყოფებით. გამარჯოს ბიჭო. ნავი ფურიას თამაში იქნება, მაუზების თამაშობენ, აგერ არენას შეხედეთ, სასწაულია და ეხა გავივლით უცებ, ბილეთებს ვანახებ, ჩევალ და შიგნით დაგათვალიერებ. კაი, ტრაკუნებზე ნუ კიდევ რა მე მოხე. მეიჟორზე შესვლისას პრობლემას წავაწყდით. ახალი რეგულაციების მიხედვით აკრძალული იყო ნებისმიერი დროშისა და საჭმლის შეტანა. უნგრელი დაცვის თანამშრომლებს ვერ გავაგებინეთ, რას ნიშნავდა და რისთვის გამოიყენებოდა. ქართული სნიკერსი, ანუ ჩურჩხელა. ჯერ ჩურჩხელები არ შემოგვატანეს, მაგრამ მე ქართული ტრადიციები დავასაივე და დეპოზიტ ბოქსში შევინახე. დროშა არ შეიძლება ახალი რეგულაციები არის მეიჟორისო. ნაგავში გადააგდეთო და ეგ რო გითხრა, გაგის თვალები უნდა გენახათ და ჩემი და ეგეც დეპოზიტ ბოქსში შევინახეთ. ჩადანახეთ მაგრამ ნერვები გაქომოშლი ჩურჩხელად დაგვატოვებინეს ბოზებმა. ჩვენ ვაგაკო ეს მოდიხარ შეკელა. ეგრე არ ჩანს, ნახე როგორ ჩანს შეჩემა. ხანუ აი ეგრე ჩანთაში გვიდეს ხა გაგის უჭირავს მილენიუმის ზედები შემოგვატანინეს. რავი ამაზეც კიდე კაი დროშა არაო და სარაო გითხრა და მოკლედ. პირველად დრო შემოვიტანეთ ის დროშაზე ვებს ვაფშე არც უნახავთ რა. ჩურჩხელებზე იმას ქას და რადგან რომ ჩადო ჯიბეს ჩაიდე პოდკასტს და ვსა. ხანუ მოკლედ დროშას შემოვიტანთ რა. ხვალ უეჭველი და ავაფრიარებთ მეიჟორზე რა. მოკლედ ესენი იყო ხალხო მეტი არაფერი არ იყო დარჩენილი და რავი აგერ რავი ქიჩენები ვარ თუ ჩიქენები თუ რაც უჩნები. აი ხალხო როგორ ჩუჟოვი ვიყოდა აპექსი იყო ოვერტაიმი
ეს არის თორე. ვიცოდი ის ტიპი ფეიზითაც არ თამაშობს. მოკლედ მოუგეიმის რა რო იცოდეთ აიმაფი და ველოდები ხა მაუსპასა რაღაცას აგერ ბრელოკი მოგუგეთ. თავარია მოუგეთ რა. ის კაუნტეს აღარ ჩაიწერს ალბათ თელი ცხოვრება 4 ლეველს მათამაშეს, მაგრამ გაგი იქნა გუზავდა მივიდოდა და რო ის ფეისი თელევე no chance და რაღაც ერთებადრებოდა და წააგვეგეთ. ასევე უღრმეს მადლობას ვუხდით Millennium-ს, რომელმაც გამოგვიყო თანხა, რომ მეიჟორზე ჩავსულიყავით. ჩვენი არხის გენერალური სპონსორი გახლავთ Millennium. აპარატ. ქართველებს კიდე ერთი გამარჯვება. სარგულ შემატკივრობენ ისე ძალიან როგორც Like to see the Romanian flag in გურიას, the crowd as მაგრამ well. ჩვენ ნაუი. Are you ჩემი გეხვეწე არა ვაიმე დაიწვი აბარა ბიჭო ახო матч პოინტი აიღო ნავიმ და ერთი რაუნდი აშორებს და გავიდნენ ნახევარფინალში It's a major miracle again. 3v5 is where Furio will try to dig back from. You've got wonderful on the rotation. Into the cover as he eats the flashbangs. The Kidar and K. Serrano calls upon, and they will get that dagger. გაგიმ ჩაიცვა Millennium-ის მაიკა, ესე იგი როსტერი ვიყიდეთ. მეიჟორზე მივდივართ, ეხა ფინალი არის Vitality versus FaZe და გაგის მისია არის დღესო ქართული დროშა როგორმე შემოიტანო შიგნით. დროშის შეტანა არ შეიძლება, ხო, აგვიგზავნეს და გაგი რას ფიქრობ, გაართმევ მაგ საქმეს თავს. დროშას შეიტანა. ვიცოდეთ ამ წამს გადაწყდა რატომღაც რომ მე შემაქ. გაართმევ? ყველაზე მქინდია. რა კიდია ყლეზე? მოკლედ ხალხო ფინალზე ვიმყოფებით, ახლა მოვედით. ბოლო დღე არის Vitality versus FaZe იქნება დაპირისპირება. ხმები გესმით, შევალ ცოტა ხანში შეგდით და აგერ გაგი მოდის ახლა. აგერ მოვიდა ჩვენი ძმა. ხალხო მოვედით აგერ. ფინალია და მოკლედ ველოდებით ახლა მომენტს რომ ჩვენი ქართული გუნდის Millennium გაგის შიგნანაცვია რო იცოდეთ არ ჩანს. აგერ უყურეთ თამაშს და მოკლედ რავი სასწაული ატმოსფერო არა სიტყვი. ერთი ანგარიში. FaZe-ებმა ნიუკი წამოიღეს, Vitality-მ დასტი და ნახოთ რა იქნება მესამე მაპი. რეზი დაჭდა ეხა ზოვის ის მონიტორები და ისინი რო არა და ვანახებენ რაღაც ნივთებს და გასატესტად რო აქვს და DPI უნდა შევცვალო ფლექსავებოდა და ისე კითხება რამდენი გინდა DPI-ო და ვერ გაიხსენა ეს ინგლისურად რამდენი იყო ეს 400 და 400 გაიხსენა და ეგ უთხრა ოპა დაჟდა აგერ გაგა ხალხო და ეხლა გავუყურე, გავუხევენ თავს და შევალთ შეგნით. შეხედეთ ეხლა?
კაი, გაგი. They have allowed Kerrigan to creep ever closer. Down goes Brophy. Kerrigan ბოლო რაუნდია ხალხო და მეიჟორის გამარჯვებული. ვაიმე! არა, ეხლა არა. კარგი. გავაფრენ ახლა. ოი, გოლკალიფი მეიჟორი. Let's go! მოკლედ მეგობრებო, ვიტალიტი გახდა მეიჟორის გამარჯვებული. ჩვენი მოგზაურობა ბუდაპეშტში დასრულდა. ულოცა ვიტალიტის ხელით ჩამოვარდი გაპექსა მოვიდა რაშვებიო გაგიო იცნო გიყურებ ჯეტიაზე ხოლმე და მოკლედ პირველი გამოცდილება იყო ჩვენი მეიჟორის და გაგვისწორდა რა. ზართა კარგი იყო, ძალიან ატმოსფერო და ყველაფერი კარგი იყო. ერთადერთი იყო რომ მოთამაშეებს ვერ შევხვდით, ჩურჩხელა სახში მიგვაქვს, მაგრამ აეროპორტში დაურიგებთ სტიუარდის. არის რაღაც მოვიფიქრებ და შემდეგი გაჩერება ჩვენი იქნება გერმანია. ესე ვივლით ამ რაღაცა და რაღაცა ამ ჩურჩხელას მაინც მივცემ ბოლოს ამ პრომო თამაშეს და მოკლედ ჯიგრები ხართ, გამოიწერეთ გაგის ნათე, გამოიწერეთ ჩემი რამთი და გერმანიაში გელოდებით. რა ვიცი, საქართველოს ბიჭები გავიცანეთ სხვათა შორის, გულშემატკივრობდნენ უდიან მახსოვს. გამიხარა ძალიან ქართველების გასწრება და აგერ ამ არენაზე ტარდებოდა. გემშვიდობებით რა, წავედით ჩვენ თბილისში და მერე გერმანიაში.